რას ეწევი იქანდჯეი, რას ეჭიდავები. აი ასე მოვეკიდე. რა გოლიათია. გამარჯობა. მოგესალმებით ის არხზე. დღეს გეპატიჟებით უჩვეულო მეთოდის გასაცნობად, რომელსაც ჰქვია, მაგრამ ამ ვიდეოში დამეხმარება ერთი დამწყები მეთევზე. მობრძანდით თამამა და აქეთ. მოდი, ნუ გერიდება. კარგი რეაქცია აქვს. ვაუ, სად შეგვიძლია გადავიღოთ. დღეს ჩემთან ერთად არის ანჯეი, რომელმაც უკვე დაიჭირა, მაგრამ მხოლოდ ტელეფონის სამაგრი. იმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი თევზი, რომელსაც დღეს დავიჭერთ. მაისი, ასე იყოს, ვიწყებთ. მე გოლიათი მყავს, ასე რომ ცარიელი ხელებით არ დავბრუნდებით. სწორედ რა არის საერთოდ? ეს პირველ რიგში ნიშნავს კალმახის დაჭერას ტბებზე. ყველაზე ხშირად ხვდებით ცისარტყელასებს და ნაკადულის კალმახებს, მაგრამ ასევე მათ სხვადასხვა ჯიშებსაც. ვიჭერთ სპინინგით ან ბეწვის ანკესით. მოდით, ნახეთ როგორ გამოიხურება ეს ყველაფერი. და ანჯეიმ უკვე პირველი თევზი დაიჭირა. და ზის. გითხარით, რომ გოლიათზე დაიჭერდა. ეს მეთოდი სულ უფრო პოპულარული ხდება პოლონეთში, ჩნდება სულ უფრო მეტი თევზსაჭერი ადგილი, სადაც სწორედ ასე შეგვიძლია ვთევზაოთ. ეს იდეალური ადგილია შეჯიბრებების ჩასატარებლად, როგორც მაგალითად წინახეთ, მაგრამ პირველ რიგში ეს არის სასიამოვნო დროის გატარების საშუალება. განსაკუთრებით იმ მომენტებში, როცა მაგალითად ჩვენი მდინარეები ჯერ არ არის გახსნილი, თევზები არ არიან აქტიურები, ყოველთვის შეგვიძლია თავისუფალ დროს წავიდეთ ასეთ თევზსაჭერ ადგილზე და კარგად გავერთოთ. აი იქ ბენა იყო. ზის ისევ კარგი თევზია. უკვე ბადეშია. და სულ დამავიწყდა. ნაკადულის კალმახი ხომ ქვეყნის ყველა ნაწილში არ გვხვდება. ასეთი თევზსაჭერი ადგილები სწორედ შანსია, რომ შეხვდე ასეთ თევზებს, ნახო როგორ იბრძვიან. რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ ეს არ არის იგივე, რაც მდინარეზე. ამაში სრულად ვეთანხმები. აქ არანაირი ეჭვი არ არის ამაზე, მაგრამ ეს სწორედ შანსია, რომ ამავდროულად სცადო და ყველაზე მთავარია, ცოცხლად ნახო ეს თევზები მოქმედებაში. დასაწყისისთვის თევზაობას დავიწყებით, ანუ სპეციალური ტურნირის ტიპის სათქუარით 55 მმ-იანი ყველის არომატით. ასეთი პატარა ვოლფრამის თავით აღჭურვილი, უკბილო კაუჩზე. დაგდა შესახებ. აი ისიც დაბრუნდება წყალში. მუდმივად იგივე სათქუარა მაქვს, ჯერ არ ვცვლი. მართალია, უკვე ორი თევზი დავიჭირე, მაგრამ სრულად ვარ გისია თევზაობისთვის. ახლა კი უპირველეს ყოვლისა ასეთ ნაკრებს ვაგდებ. ვაძლევ ცოტა დროს, რომ ჩაიძიროს. იმაზე დამოკიდებულია, როგორ არიან თევზები განლაგებული, ეს თავიდან უნდა გამოიცნო, რადგან ეს სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოს. კარგი, ყველას შეუძლია რაღაც დაიჭიროს, მაგრამ ასეთი ტიპის ტბებზე თევზაობის მთელი ხელოვნება იმაშია, რომ რეგულარულად, მუდმივად რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირო. იყო პაუზა კვენებში და ახლა დავამადრე ლარვა, 3 ჯისკა, 5-იანი, ფერში 005. ვოლფრამის მძივი 4-0-ზე. საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მე ასე მიყვარს თევზაობა. ვაძლევ ცოტა დროს, რომ ჩაიძიროს და ლარვას სუსტად ისე ვატარებ, როგორც ფატი, უბრალოდ უფრო მაღლა ვწევ. ვაცილებ სლექს. ფრთხილად ვთამაშობ ანკესით. მაგრად დაესხა თავს კბენის გარეშე. კიდევ ერთი ცდა. თუ არაფერი გამოვიდა, ისევ შევცვლით სათქუარას. მხოლოდ ის დავინახე, რომ ნაზად ქაჩავს ცულას და ეს არის კარგი მომენტი, რომ ასეთი თევზი ამოვიყვანო. და დაჭერილია თევზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზები ზედაპირთან ახლოს მოძრაობენ, ისინი სულაც არ არიან ადვილად დასაჭერები. აჰა, დაჭერილია.
არაფერს უმალავ ის საფუარები მართლაც ძალიან კარგად მუშაობს ასეთ პირობებში. არა მხოლოდ მთის მდინარეებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ ტბებსა და მდინარეებზე, არამედ სწორედ ასეთ სპეციალურ თევზაჭერ ადგილებზეც. და თუ არ იცით რა საფუარები შეარჩიოთ, ჩვენს სეზონურ შეთავაზებაში ვნახავთ ასეთებს, სადაც 10 კილო ამოთავსებულია. ამასთან ერთად ჩვენი უახლესი კატალოგი ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ ფორმატში, ასევე ვებგვერდზე. და რაც მთავარია, ასეთი საფუარების გარდა იმისა, რომ ეს თქვენთვის ფასობრივადაც უფრო მომგებიანია, იპოვეთ ჩვენს აქსესუარებს, მაგალითად სამაჯურებს და სტიკერებს. ანდრია, მოგვიყევი რამეზე. ძალიან კარგი დისციპლინაა როგორც შეჯიბრებისთვის, ასევე უბრალოდ რეკრეაციული თევზაობისთვის. რეკრეაციულადაც შეგიძლია დაისვენო იმ დროს, როცა წყლის დონე მაღალია. ჩვენს თევზსაშენებში თევზებზე დაცვითი პერიოდები გვაქვს. აქ შეგიძლია ითევზაო ასეთ წყალსაცავში, სადაც საკმაოდ ბევრი გაშვებული თევზია, მაგრამ ეს სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორც ბევრს გონია, რომ უბრალოდ მიხვალ და ბევრს დაიჭერ. თევზები არიან. სულაც ასე არ არის, ხომ ასეა? დიახ, თევზები ფრთხილები არიან, უკვე იციან ჩვენი სხვადასხვა ხრიკები და სატყუარას აცილებენ. შეეხებიან ან ისე გააკეთებენ, რომ ეგრევე ჩამოვარდება. არის განსხვავება იმ ადამიანებს შორის, ვინც პირველად მოდის და ვერ იჭერს თევზს და იმათ შორის, ვისაც უკვე ცოტა გამოცდილება აქვს, იცის როგორ წაიყვანოს, სად და როგორ გამოიყენოს, რა სატყუარა გამოიყენოს, რა სიღრმეზე წაიყვანოს, რა ტემპით. ეს ყველაფერი იძლევა ბევრ დაჭერას და სასიამოვნო გართობას. რამდენიმე სიტყვა იმ აქტურულობაზე, რომელსაც ვიყენებ. ეს არის საკმაოდ ნაზი ანკესი, 3 გრამამდე გადაგდების შესაძლებლობით. 2000 ულუფის ზომის კოჭა. ხაზი 0.12. ამ ძუას ვარჩევთ იმ თევზის მიხედვით, რომელსაც ველოდებით წყალში რომ არ იყოს ძალიან სქელი, რადგან თუ ძალიან სქელ ძუას გამოვიყენებთ, ძალიან ადვილად შეიძლება დავაფრთხოთ თევზი და მათ უბრალოდ იგრძნონ, რომ რაღაც არაბუნებრივადაა მიწოდებული. და როგორც ანდრიე ამბობდა, ეს თევზები სულაც არ არის ადვილი დასაჭერი. ხშირ შემთხვევაში ანკესი მთავრდება ვოლფრამის თავით. კაუჩზე რა თქმა უნდა უჩხლეტელ უნდა იყოს, რადგან აქ მხოლოდ ასეთი კაუჩების გამოყენება შეიძლება და ასევე სატყუარები. სატყუარებიდან ყველაზე ხშირად ის ბრენდს ვიყენებთ. მალე გაჩვენებთ რას სად და როგორს ვიყენებთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ხუთი, რომელსაც სწორედ ასეთ თევზაობებზე ვიღებ. არაფერი არ რთული. აქ მაქვს რამდენიმე ვოლფრამის თავი, სხვადასხვა კაუჩი, სხვადასხვა სიგრძის და სხვადასხვა წონის. ზოგიერთი მათგანი ფერადიც არის, ცოტა მეტი რაოდენობით და რა თქმა უნდა სატყუარები. ძირითადი სატყუარაა ლარვა 60. ახალი მოდელი. ცოტა ტურნირებიც. ლარვა ცოტა უფრო დიდ ზომაში. ეს ფერი განსაკუთრებით კარგად მუშაობს ასეთ წყლებში. ხშირად ვიყენებთ ამ თეთრს, მაგალითად ყველის არომატით ან ვარდისფერს. აქ მაქვს პატარა ქილაში გადატრილი ფლექსების და დინგ ვორმების მიქსი. ეს გრძელი ვორმები ძალიან კარგად მუშაობს. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად კიდევ სლაიდ ვორმიც. ალბათ თან არ მაქვს კიდევ კუკოლკა. ისეც ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ ამომეწურა. და კიდევ ერთი სიახლე. უკვე კარგახანია თევზი არ დამიჭერია, ამიტომ ახლა დავაყენებთ აქ 70-ის, ყველის არომატით, ფერი 008. ტაქტიკა იგივეა, უბრალოდ ახლა ცოტა უფრო მოკლედ ჩავარდნას გავაკეთებ. თუმცა რატომ არიან ასე ცოცხლები? ცოტა ენერგია აქვს. ამატორს პირველად დიდი თევზი ჰყავს. და არტი და ამოცია. ასე ოდნავ აწევს. პირველად ხარ თევზაობაზე, ხო? ხო. კი გააჩნია. მივდივარ ამაზე დაჭერაში. რა შეჭამა, რომ ასე გაბრაზებულია? არ დაატრიალო, უბრალოდ აციე. და ეჰიაროს როგორც უნდა. ხო, და ახლა ამოწიე. აჰა.
აი ასე. მაგრამ გაიჭირე. დადე სამკეთი. ანკესები დადე. საბდაუდო. აი ისე რომ 2000 არ დაადგე ფეხი. მოკლედ იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან რამე კიდევ დარჩა უთქმელი, აუცილებლად დატოვეთ კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებთ. ეს ვიდეო ასევე გარკვეულწილად მომავალი ვიდეოების ანონსიც არის, რომლებიც ამ არხზე გამოჩნდება, ასე რომ თუ შეგიძლიათ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და კომენტარიც დატოვეთ. ასევე გეპატიჟებით ჩვენზე, ის ანგარიშზე და ასევე ვებგვერდზე. იქ ნახავთ ჩვენს მიმდინარე კატალოგს და ყველა ჩვენს სადგوارაზე დეტალურად აღწერილ აღჭურვილობას. მოგვიანებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.